გამარჯობათ მეგობრებო, ჩვენი შემდეგი სქემა. არ ვიცი ეს შედარებით რამდენად რთულია თუ იგივე, მაგრამ ცოტა მეტი დაკვირვება გვჭირდება. ახლა ვსწავლობთ უკვე, აქეთ წავიდეთ, შემოვბრუნდეთ, აქეთ წავიდეთ და რაც აი ეს ვიდეოები, რაც გამოვიარეთ უკვე და ვგსოვთ, ეს არის ყველაფერი დასაწყისი და ძალიან კარგად რომ დააკვირდეთ, თუ ამ ყველაფერს შეისწავლით, რაც ამ ვიდეოებში ჩავწერეთ და ახლაც გავდივართ, ხო? არ გაგიჭირდებათ შემდეგ აი ასეთი, ხო ჩანს რომ ეს რთული მოსაქსოვია, ხო? მაგრამ გეცოდინებათ უკვე ეს იქით როგორ მიდის, ეს აქით როგორ მიდის, როგორ შეერთდა, ეს სად წავიდა, ეს სად წავიდა, აქ როგორ ჩაემატა, აქ რო ჩაემატა, როგორ გაქრა, რატო გაქრა, ეს როგორ ჩაემატა. ახლა ეს ჯვრებია ჩვეულებრივი, რაც უკვე ჩვენ მოქსოვილი გვაქვს. შემდეგ ამ სქემას რომ მოვგსოვთ, უკვე აქ რო ჩავაგსოვთ, გვეცოდინება როგორ იქსოვება და ერთი სიტყვით. ესაც მოქსოვილი გვაქვს ასე როგორ მოდის და აი რისი თქმა მინდა, რომ თანდათან ყველა ვიდეოში, ყველა თვალის ამოყვანა ემატება ერთმანეთს, რომ უფრო გაგიადვილდეთ შემდეგ სერიოზული სქემების მოგზოვა და აღარ გაგიჭირდებათ და აღარ შეგეშინდებათ. აი ასეთი მაგალითად ამათაც მოვგსოვთ შემდეგ ყველას, მაგრამ ძალიან ადვილი იქნება უკვე თქვენთვის და შემდეგ უკვე დაგჭირდებათ მხოლოდ სქემები და აღარ ჩემი დახმარება. ახლა ვაგრძელებთ ჩვენ ეს სქემა. ვნახოთ როგორ მოვგსოვოთ. აქ დავტოვოთ ისევ სანიშნი, საიდან ვიწყებთ და სად ვამთავრებთ რიგის ქსოვას. აგერ დანომრილი გვაქვს და პირველი რიგი და მეორე რიგი მოქსოვილი გვაქვს, ეს უკვე ვიცით, აი პირველი რიგი თეთრი, მეორე რიგი ლურჯი, მესამე რიგი ახლა ვიწყებთ უკვე სქემის ქსოვას. ახლა მესამე რიგი, ვისაც გინდათ რომ მოგსოვოთ და აქვე მომყვეთ, პირველი და მეორე რიგი მოგსოვეთ და გაამზადეთ როგორც აქ არის, ეს არის თეთრი, ეს არის ლურჯი, ამ შემთხვევაში თქვენ რა ფერით მოგსოვთ, იმის მიხედვით განსაზღვრეთ. მესამე რიგი და ვგსოვთ, ახლა ნახეთ. ორი თეთრი, ეს ჯვრები ვიცით, რომ სხვა ფერია უკვე სქემა შედგენილი, ფონი რაც არის, ის ცარიელი უჯრებია თვლები. ორი თეთრი, ორი ლურჯი. ამ შემთხვევაში ორი თეთრი, ორი ლურჯი. და ეს რიგი, მესამე რიგი, სულ ასე მოდის, ორი თეთრი, ორი ლურჯი. ჩვენც დავიწყოთ, ახლა იწყება ორი თეთრიდან. ორი თეთრი, ორი ლურჯი. ახლა ვინც გსოვთ უკვე და მოდიხართ, ხო? გაგიადვილდებათ უკვე თანდათან, უჩემოდაც მოგსოვს უკვე, ბევრი ამ სქემას რო შეხედავს, მოგსოვს უკვე. დააკვირდით, მთავარია ორი თეთრი, ორი ლურჯი, თითო თვალი არ დაგრჩეთ, ან სამი თვალისადმი არ მოგივიდეთ. სულ არის ორი თეთრი, ორი ლურჯი. მესამე რიგი ასე იქსოვება. აქ ჯერ სქემა დაწყებული არ გვაქვს და პირდაპირ მიყვებით ორი თეთრი, ორი ლურჯი. აი შემდეგ უკვე, როცა შემდეგ რიგზე გადადიხართ და შემდეგ რიგზე უკვე ძალიან საყურადღებოა, სად უნდა ამოიყვანო ის ფერი, სად უნდა ამოიყვანო მეორე ფერი და ასე შემდეგ. დასაწყისში როგორც
დათვლი პირველი თვლები როგორც იქნება, ისე მიყვები. ყოველ შემთხვევაში ახლა ეს ძალიან ადვილია. სხვა დროს შეიძლება იყოს 1, 3, რა ვიცი, 5. სქემა იწყება თავისი თვლების რაოდენობის მიხედვით, ხო? აი სულ ასე 2 თეთრი, 2 ლურჯი. ორი ლურჯი. აქ დასაწყისი და დასასრულია და ძალიან სასიამოვნოა, როცა სქემა იწყება. აი ახლა ზუსტად 2 თეთრით იყო დასაწყისი, 2 ლურჯით დასრულდა და ზუსტად გამოგვივიდა, ხო? როცა არ გამოვა, მაინც ისე უნდა მოგხსოვო, აქ ვერაფერს ვერ შევცვლით. ეს მოგხსოვეთ ახლა მესამე რიგი. ახლა ნახე, მეოთხე რიგი. თვლები იწყება აი აქედან. აი მოვნიშინე კიდეც აქედან. მეოთხე რიგს ვგსოვთ და პირველი თვალი ლურჯია. პირველი თვალი მხოლოდ ერთი თვალია ლურჯი თეთრზე. წინა რიგიდან თუ დააკვირდები, თეთრზე უნდა მოვგსოვო ერთი ლურჯი მხოლოდ. მერე დანარჩენი დააკვირდი, ისევ 2 თეთრია, 2 ლურჯია, 2 თეთრია, 2 ლურჯია. სულ ასეა მეორე რიგიც და ყველა რიგი ასეა. სულ 2 თვალია. 2 თეთრი, 2 ლურჯი, 2 თეთრი, 2 ლურჯი, 2 თეთრი, 2 ლურჯი. სულ ასე მთავრდება სქემა, არ იცვლება 2 თეთრი, 2 ლურჯი. დასაწყისებია მხოლოდ 1, 2, 3, 2, 1, მხოლოდ აი აქ. ახლა შეხედე, ეს ერთი ლურჯი რო აქ დაემატა თეთრზე, 2 თეთრმა გადმოიწია, ამიტომ ბოლო თეთრი მოხვდება და შემდეგ ლურჯზე გადმოვა. შემდეგი ლურჯი ისევ 2 იქნება და თეთრზე გადმოვა. შემდეგი 2 თეთრი იქნება და ლურჯზე გადმოვა. აი ასე წავა გვერდზე ეს. ახლა არ ვიცი, როდეს ადრინდელ ვიდეოებში იკითხეს, რომ აი ეს როგორ მიგაქვს ასე, როგორ მოგაქვს ასე, იყო რაღაც სქემა და აი ვისაც ამისი გააზრება, გარკვევა უჭირს თავიდან პირველად რო იწყებთ სქემების ქსოვას, აი დააკვირდი ერთი თვალით გადადიხარ, თუ ნელა გინდა ასე გააცეროს ამან და წავიდეს. თუ სწრაფად გინდა, უფრო ბევრ თვლებს მოგხსოვ იმ ფერს, რომ და შემდეგ ისევ იმ ფერს, რომ ამან გაიტანოს იქეთ და წაიღოს. აი ხატავ და ამ უჯრიდან ამ უჯრაზე გადადიხარ, აქედან აქეთ და არა პირდაპირ მიდიხარ, ხო? იგივეა ესაც ახლა. ერთი თვალი ჩვენ ჩავამატოთ ლურჯი, აი აქ, ასე. ასე ხო გვეუბნება პირველი თვალი ლურჯი მოგხსოვეო და შემდეგ ისევ 2 თეთრი და დათვალი ახლა 2 ლურჯი. 2 თეთრი, სულ რო არ მიაქციო ყურადღება რაზე გსოვ, პირველი თვლიდან რო ზუსტად ისე მოგხსოვ და შემდეგ სულ გაყევიო გეუბნება და 2 გსოვე ისევო. და ნახე ახლა ის 2 გსოვე რას ნიშნავს? ერთი თვალით გადმოდის, ერთი თვალით მეორე ფერზე. ეს ფერი იწევს იქით. ერთი თეთრი, ახლა მეორეც უნდა დავამატო, იმიტომ რომ სულ 2 თვალი გსოვეო. 2 ლურჯი ისევ, 2 თეთრი ისევ, 2 ლურჯი ისევ, 2 თეთრი და ეს იმას ნიშნავს, ნახე, ეს ერთი თეთრი რო თეთრზე მოიქსოვება, ერთი თეთრი შემდეგ იქით ფერზე გადადის. ეს ლურჯი რო ისევ ლურჯზე მოიქსოვება, 2 მოგხსოვეო გითხრა და თეთრზე გადმოვა ერთი თვალი. 2 თეთრი მოგხსოვეო, ერთი თავის ფერზე მოიქსოვება, მეორე იქით გადავა, რადგან აქეთ მოვდივართ. აქეთ რომ მივდიოდეთ, იქ სხვა რამე მოხდება. ჩვენ ახლა მივდივართ მარცხნივ
და ეს ფერი რო თავისი ფერია, მეორე შემდეგ ფერზე გადავა. სხვა შემთხვევაში მარცხნივ ვერ წახვან. ლურჯი და კიდევ ლურჯი და თეთრი და ერთი თეთრი კიდევ გვჭირდება და აუცილებლად ლურჯზე გადმოვა, რომ გამოიწიოს. აი ასე. ხონდა და შეეტყოს, რომ ფერი წამოვიდა გვერდზე მოდის. პირდაპირ თუ გინდა ქსოვო, ჩვენ ის ვიდეოც ჩავწერეთ. ორი თვალი რომ მოვქსოვეთ და ზემოდან კიდე ორი თვალი იგივე ფერი რომ მოვქსოვეთ და მერე შევცვალეთ თუ გახსოვთ. უკაცრავად აქ თეთრია და აი ახლა ერთი ლურჯი დაგვრჩა. და რიგი დამთავრდა. ეს ჩვენ მოვქსოვეთ ახლა მეოთხე რიგი, ნახე. მეხუთე რიგი. ჩვენ მეოთხე რიგზე რო დააკვირდე, ერთი ლურჯი მოვქსოვეთ მხოლოდ და ორი თვალი იყო ისევ, ორი თეთრი, ორი ლურჯი და ასე შემდეგ. მეხუთე რიგი, ნახე. ერთი ლურჯი ხო იყო წინა რიგიდან, ახლა გეუბნება ორი ლურჯი მოგსოვეო, კიდევ ერთი დაამატეო ახლა, ორი ლურჯი მოგსოვეო და შემდეგ ორი თეთრი, ორი ლურჯი, ორი თეთრი, ორი ლურჯი. ისევ ორ-ორი გაყევიო, მეხუთე რიგზე ვართ. თუ თავიდან გვეუბნება, რომ ორი ლურჯი მოგსოვე ერთის მაგივრად და შემდეგ ისევ ორ-ორი გაყევი. თეთრი, თეთრი, კიდე ერთი თვალით გადმოდის, ნახე და მოიწევს საკეთ. ლურჯი, ლურჯი გადმოვიდა შემდეგ ფერზე. თეთრი, თეთრი გადმოვიდა ერთი თვალის შემდეგ ფერზე. სხვანაირად გვერდზე ვერ წახვალ, აი მარცხენა მხარეს მივდივართ, ერთი თვალით გადმოვიდა. თავიდანაა მთავარი, აი ეხლა ამ შემთხვევაში თავიდან არის მთავარი, რამდენი თვალით დაიწყო ის ფერი, რასაც ქსოვდა, რასაც გეუბნება. ორი ლურჯი, ხო? ორი თეთრი, ერთი თავის ფერზე, მეორე გადმოდის შემდეგ ფერზე, რომ გამოიწიოს. წარმოიდგინე, ხატავდე ახლა და გვერდზე მიქონდეს რაღაც ლურჯი და შემდეგ ფერზე გადმოვა მეორე, თეთრი და შემდეგ ფერზე გადმოვა მეორე თვალი, რომ გვერდზე გავწიოთ ის. თუ იგივეს მოვხსოვთ, ორივეს დარჩება ისევ სიმაღლეზე წავა იგივე ფერი. ერთი თავის ფერზეა და მეორე გადმოიწია კიდე აქეთ. ასე გასწევ და გამოსწევ ფერებს აქეთ იქეთ. ეს ბევრგან და ყველგან ასე დაგჭირდება. ნებისმიერი სქემა ასე იქნება, რომ ანიქით ուն მიგაქვს, ანაქით მოგაქვს ხო ფერები, რომ მოხატო რაღაც. და საით თუ მარცხნივ წაიღო, აი ასე უნდა გადახვიდე ფერებზე. ლურჯი მეორე აგერ გადმოვიდა ფერზე. თეთრი კი ერთი პირველი აი აქ თავის ფერზე, მაგრამ მეორე გადმოდის ლურჯზე და გამოიწევს, აბასაც წავა, ხო? აუცილებლად გვერდზე გამოიწევს. თეთრი და შემდეგი თეთრი ამ ფერზეა. ლურჯი და შემდეგი ლურჯი ამ ფერზეა. აგე სად მოდის ახლა? და სულ ორ-ორ თვალს ტოვებ. ორი თეთრი, ორი ლურჯი, თან ფერზე გადმოდის მეორე თვალი აუცილებლად. ორი, ორი. ეს რიგიც მოიქსოვა. ეს იყო რომელი რიგი? მეხუთე, რადგან ორი ლურჯი მოვხსოვეთ, ეს იყო მეხუთე რიგი მოვხსოვეთ. მეექვსე რიგს ვიწყებთ ახლა. აქედან ხო იწყება თვლები და აი ეს ნაპირი, ხო? მეექვსე რიგი, ნახე, 1, 2, 3 ლურჯი მოგხსოვეო ახლა. ნახე ახლა აქ. ერთი ლურჯი იყო, შემდეგ ორი ლურჯია, დასაწყის გეუბნები, ზუსტად რიგის დასაწყის. ახლა 3 ლურჯი მოგხსოვეო და
ისევ ორ-ორი თეთრი ლურჯი, ორ-ორი თვალი, არც დაამატო, არც მოაკლო, ისევ ორ-ორი მოქსოვეო. აი დასაწყისში რო გასწევ ერთი თვალით, შემდეგ ყველა ასე გაიწევს და ასე წავა, ვერც დაამატებ, ვერც მოაკლებ. კარგი, ახლა ჩვენ გვგსოვთ ლურჯს 3-ს, 1, 2, 3. 3. შეხედე, ორი ლურჯია, როგორც იყო წინა ნაქსოვი, მაგრამ მე აი ახლა 3 თვალი მოქსოვეო და მესამე თვალი თეთრზე გადმოვიდა, ერთი თვალი დამრჩა თეთრი მოვგსოვ და მეორე თვალსაც დავამატებ თეთრს ლურჯზე გადავდივარ. ასე ხო არის აქ? და სულ ორ-ორი უნდა მოვგსოვო. ამან ისე გამოსწია თითო თვალი, ახლა აუცილებლად ერთი ლურჯი და მეორე ლურჯი იქნება თეთრზე. ერთი თეთრი და მეორე თეთრი იქნება ლურჯზე. და სულ ასე წახვალ, ახლა ისევ ორ-ორს მოგსოვ და ერთი თვალით გადადის ფერი. აი ასე. ძალიან ადვილია. უბრალოდ უნდა აი დამწყები როცა სწავლობ, გააცნობიერო, რომ რა ხდება. ნახე სად გავიდა ახლა, აქედან ხო დავიწყეთ, ნახე მოდის და ის სად გამოვიდა. იმიტომ რომ ასე გვჭირდებოდა ნახატი. ერთი თეთრი და ესაც მეორე თეთრი, ლურჯზე გადადის, ლურჯი თეთრზე გადადის თითო თვალი. თუ სწორად ამოყავს თვლები და დათვლით სწორად გსოვ, აუცილებლად ასე იქნება. თითო თვალით უნდა გადაინაცვლოს ფერმა, რომ შენ აღმოსავლეთიდან გახვიდე დასავლეთისკენ, რა ვიცი, როგორც არის რა, ერთი სიტყვით. სულ ზევით და ზევით რო არიარო და რო გაჰყვე გვერდზე, ხო? ახლა მარცხნივ წადიო, ახლა მარჯვნივ წადიო. აი ის მომენტია ახლა ამ სქემაზე, ამ ნახატზე. აი სულ ორ-ორი მოვგსოვე და გადმოიტანა ის ფერები აქეთ თითო თვალზე. შემდეგ ვაგრძელებთ, ჩვენ დასაწყისში მოვართ. ახლა მეშვიდე რიგი უნდა მოვგსოვოთ და ხო და ნახე ახლა რა ხდება. სადღაცა ეს გზა გაჩერდა და შემოbrunდა უცებ, იმიტომ რომ ეს სქემა სხვანაირადაც იქსოვება. კიდევ უფრო სხვანაირადაც იქსოვება. აი აქ რო გამოვედით, მეექვსე რიგი მოვგსოვეთ უკვე ჩვენ და აქ გამოვედით, აქედან უცებ შემოტრიალდა აქეთკე. და ახლა ჩვენ როგორ შემოვტრიალდეთ აქეთკე? არა და გეუბნება, ნახე ისევ ორ-ორი თვალია, ორი თეთრი, ორი ლურჯი. აი აქ ორი თეთრი, ორი ლურჯი, ორი თეთრი, ორი ლურჯი. 7, მეშვიდე რიგი. 1, 2 ლურჯი მოგსოვეო. ჩვენ მეექვსე რიგიდან გვაქვს 3 თვალი. ყოველთვის წინა რიგიდან რო აკონტროლო ფერები, ხო, ძალიან გაგიადვილდება. თუ წინა რიგზე 3 ლურჯი მქონდა მოქსოვილი, ახლა მეუბნება დასაწყისში ხარ მეშვიდე რიგის და 2 ლურჯი მოქსოვე. შემდეგ ისევ 2 თეთრი, 2 ლურჯი, 2 თეთრი, 2 ლურჯი. კარგი. ნახაზი მეუბნება 2 ლურჯი მოქსოვე. შემდეგ არისო 2 თეთრი, 2 ლურჯი და ასე გააგრძელიო ეს რიგი ბოლომდე. თუ 2 ლურჯი მოვგსოვო და 2 თეთრი, ნახე რა ქნა. ახლა იქით ხო მიდიოდა თეთრი ლურჯზე და ლურჯი თეთრი. ნახე ამან უკან წამოვიდა ახლა. აი სხვა რო არაფერი გააკეთო და დასაწყისი დათვალო და შემოატრიალე, წამოვა ახლა ყველა აქეთ წამოვა. 3 თვალი არ უნდა მოგგსოვო, ხო? სულ ორ-ორი თვალია ფერები. თუ ამან 2 უნდა მოვგსოვო და აქეთ შემოვიდა და გამოიწია, თავისთავად ეხლა ეს ლურჯი აქეთ წამოვა. იქით აღარ მიდის, ნახე? თეთრს გადმოვიტან ლურჯზე.
ლურჯს გადმოვიტან თეთრზე, უკან მოვდივარ. აი როგორ უნდა შემოატრიალო ფერები. და ისევ ორ-ორს მოვგზო, ახლა ნახე. ფერებს შევცვლი და ორ-ორს მოვგზო. აქ მესამეა, ახლა არ დაიბნე, რომ ეს თეთრი მოდის წინ და ეს რჩება თავისი ფერი უკანა ბოლო. სამაგიეროდ აქ ლურჯი გადმოდის და ეს რჩება იგივე. წეღან ხო ეს რჩებოდა და აქეთ მოდიოდი. ახლა იქით მიდიხარ და ეს რჩება და ახალი ფერი მოდის აქ. ახალი ფერი მოდის აქეთ. ახალი ფერი მოდის აქეთ. ისევ ორ-ორს გსოვთა, მაგრამ ნახე ახლა იქით წავიდა. აქეთ აღარ მოდის. ორი. ორი. ახლა იცი, რომ ახალი ფერი რა, რო ვცვლით ფერს, ხო? წინ უსწრებს ახლა. აქეთ მოდის. და სულ ორ-ორი თვალია. ეს რიგი დამთავრდა და ჩვენ ვაგრძელებთ. შემოვტრიალდით, მეშვიდე რიგი მოვგზოვეთ უკვე. ახლა მერვე რიგი და ნახე. მერვე რიგზე გვეუბნება. ერთი ლურჯი მოგზოვეთო. ასე იყო დასაწყისი აგერ მეოთხე რიგში. დასაწყისი აქ არის, მაგრამ აი რას ვამბობ, რომ გაიწია უკვე ფერმა. აქ ნახე ახლა, ერთი ლურჯი მოგზოვეო და ისევ ორი თეთრი, ორი ლურჯი, ორი თეთრი, ორი ლურჯიო. ეხლა ერთი ნაბიჯით აქეთ იწევს, ასე. წეღან ერთი ნაბიჯით აქეთ მოდიოდა. ეხლა ასე მოვდივართ აქეთ. ორი ლურჯი ხო იყო წინა რიგიდან, აი ორი ლურჯი. ახლა მერვე რიგს ვგსოვთ და ერთ ლურჯს დავტოვებ. ეს იმას ნიშნავს, რომ თეთრი გადმოვა ლურჯზე და ერთი თეთრი დარჩება და ორი გამოიწევს. ახლა ეს ვნახოთ აქ როგორ გავაკეთოთ. ერთი ლურჯიო, ხო გითხრა სენახაზზე, ხო? და ორი თეთრიო. ლურჯზე თეთრი, თეთრი, თეთრი. ერთი თეთრი რო დაგვრჩა, ახლა ამ ორ თვალს მოვგზო ლურჯს. ხო ისევ ორ-ორია, ხო? არც იმატებს, არც იკლებს ფერები თვლებზე. ეს ლურჯი თეთრი წინ წამოვა, ეს თეთრი ლურჯი წინ წამოვა, ეს ლურჯი თეთრი წინ წამოვა, მეორე თეთრიც აუცილებლად, თეთრზე ლურჯი წინ წამოვა ორი თვალით, ერთი თავისი მოხვდება აუცილებლად, იმიტომ რომ ორი თვალია. თეთრი წინ წამოვა, აქ ლურჯი და სულ ორ-ორ თვალს მოვგზო ისევ ასე. ფერი წინ მოიწევს ახლა, წეღან იქით მიდიოდა, ეხლა მარჯვნივ ვგზოვთ. წეღან მარცხნივ მიდიოდა. ერთი ფერიც დავამატოთ, ერთი თვალი უფრო სწორად ლურჯს. ახლა თეთრი გადმოდის აქეთ. ახლა ვაგრძელებთ მარჯვნივ ფერის ქსოვას. ისევ ორ-ორი თვალია. რაოდენობას არ ვცვლით. ერთი, ორი. წინ მოდის, მარჯვნივ მივდივართ. არ დაგაბნიოს აქ მარცხნივ, რომ მესამე თვალი გრჩება.
ეს ამ ფერიდან გადმოდის აქეთ და ლურჯი იქნება. არ გექნება 3 თვალი, ისევ 2 თვალი იქნება, აი ასე, შენ თუ სწორად გადმოიტანე. აქ ჩაამატებ, რომელი ფერიც დაგჭირდება აუცილებლად იმას. ეს რიგიც მოვგსოვეთ, ნახე ახლა რა ქნა ამან. მერვე რიგი მოვგსოვეთ ჩვენ და ერთი ლურჯი. ახლა ნახე. მეცხრე რიგი უნდა მოვგსოვოთ და 2 თეთრი მოგსოვეო გვეუბნება პირველი 2 თვალი. ლურჯი დაიკარგა აქ ახლა ჩვენ შემთხვევაში. მერვე რიგიდან 1 თვალი რო იყო, ახლა 2 თეთრი მოგსოვეო როგორც აქ გვიჩვენებს. 2 ლურჯი, 2 თეთრი და ისევ 2 თვალი იქსოვება ფერებში არ იცვლება, მაგრამ მარჯვნივ მოვდივართ კიდე 1 თვალით. აი 2 თეთრი ხო დასაწყისში. და მოვგსოვოთ 2 თეთრი როგორც არის დასაწყისში უკაცრავად. 1, 2. ხო გადმოვიდა კიდე 1 თვალით ლურჯზე. და როცა 2 თვალს ვგსოვთ, ესაც ხო გადმოვა, ხო? აქაც ლურჯი გადმოდის. ისევ 2-ია. თეთრი და თეთრი. აქ ლურჯი გადმოიწევს. აი დაალაგე შახმატის უჯრები ხო თეთრი ფერის, შავი ფერის კუბიკები და გაყევი ასე. მე ჯერ მიდიხარ ყველა მარცხნივ 2 უჯრით შორ დადე, 2 უჯრის გამოშვებით. ჯერ იქით წადი, მერე შემოbrunდი აქეთ წადი და იმდენი გქონდეს რომ ამათ რო დაალაგებ, მერე შეატრიალე და იქით დაალაგე. ძალიან გაგიადვილდება ასე ნახატი. მივდივართ ისევ მარჯვნივ. ვგსოვთ ისევ 2 თვალს და მივიწევთ მარჯვნივ. ფერი გადადის მარჯვენა მხარეს 1 თვალით. შემდეგი თვალი რჩება იგივე ისევ თავისი ფერი და წინა თვალი გადადის სხვა ფერზე, აი ასე. ეს რიგიც მოვგსოვეთ მეგობრებო. ახლა მეცხრე რიგი მოვგსოვეთ და აქ დამთავრდა ეს სქემა. შენ შეგიძლია გააგრძელო, გადახვიდე და გსოვო ეს. ჩვენ აქ დავამთავრეთ, იმიტომ რომ სქემა მეტს არ გვაძლევს, აქ არაფერს არ გვეუბნება. მე-10 რიგს ვგსოვთ და მე-10 რიგი არის ჩვენ შემთხვევაში ლურჯი, იმიტომ რომ ცარიელი უჯრებია აქ და ეს ცარიელი ფონი ვიცით რომ არის ჩემ შემთხვევაში ლურჯი. თქვენ რაფერსაც აირჩევთ, ის იქნება. 1 რიგი მოვგსოვოთ ლურჯი. მთლიანად. გაჭიმეთ ხოლმე, ამას არაფერი არ მოუვა, დაჭიმეთ ნაქსოვი, რომ მოჭდეს კარგად.
წინდებს რომ მოქსოვდნენ ადრე ჩემ ბავშვობაში მახსოვს ჰქონდათ ხისგან გამოთლილი წინდის ზომაზე როგორ იცი თუ დიდი წინდების აი მუხლამდე რო წინდები მოქსოვო მაღალყელიანი ამხელა ზომის გლუვი სულ კარგად იყო გაშალაშინებული გასუფთავებული რომ ის ნაცხერები და რაღაცები არ ქონიყო რომ წინდა არ გაეფუჭებინა და რომ მოქსოვდნენ ახალ წინდას გარეცხავდნენ და სველს წამოაცმევდნენ იმ ხეზე ზუსტად ასე იყო გამოყვანილი როგორც წინდა იმ ზომის იყო და თან კიდე ის წვერიც ისე ქონდა გამოთლილი ასე ვთქვათ და ისე გააშრობდნენ რომ დაჭიმულიყო ძაფები, დაჭიმულიყო ის სქემები, ფერები კარგად გამოჩენილიყო და ისე გამშრალიყო, რომ მიბურდულ-მობურდული არ დარჩენილიყო წინდა. რო ჩაიცვამ, იმდენად უნდა ჩანდეს ის ყველაფერი ძალიან ლამაზად და თავის ადგილას. ასე გააშრობდნენ ხოლმე წინდას. ახლა ქსოვ თვლებს და ზოგან ცოტა დიდი თვალი ამოიყვანე, ზოგან ცოტა პატარა, ზოგან მოჭიმული გაქვს ის ნაქსოვი და ის ერთნაირი ხო უნდა იყოს, არა? წინდას რო ჩაიცვამ ძალიან ლამაზი უნდა იყოს და არ უნდა იყოს ამობურდული სადღაც და სადღაც გაჭიმული რომ ის სქემა აღარ ჩანდეს, იმდენად ეზიდებოდეს ძაფი ნაქსოვს და ნუ რა ვიცი რა. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და აი ესე გაჭიმეთ, გამოჭიმეთ, აი ასე რომ მოჭდეს ძაფები თვლებში. ახლა ისინი აღარავის არ აქვს ალბათ და ისე აღარც არავინ გააკეთებს, მაგრამ ძალიან ლამაზი იყო ის რასაც აკეთებდნენ, ესე იგი ისე იყო საჭირო იცოდა იმ ხალხმა, რა ვიცი, ახლა ამას მოხსნი მე, ეს აქ აღარ გვინდა. ეს იყო თქვენი თვალსაჩინოებისთვის, სად ვიწყებთ, სად რას ვამთავრებთ. მე თეთრი აღარ მოვხსოვე, ნახე ორი ლურჯი მივაქსოვე და მივაქსოვე ლაპარაკში და აი ეს თეთრი აღარ მოვხსოვე, აი ეს თეთრი. თქვენ მოგხსოვეთ ერთი ლურჯი, ხო მოვხსოვეთ, მერე თეთრი უნდა მომექსოვა მეორე და შემდეგ ისევ ლურჯი, აი როგორც აქ არის და ჩემი შეცდომა არ გაიმეოროთ და თქვენ აი როგორც აქ ნახაზზე მოცემული სქემა ზუსტად ისე მოგხსოვეთ. აი რა გამოგვივიდა ახლა, ნახეთ მეგობრებო, ეს დავიწყეთ აქედან, გამოვიდა აქ, შებრუნდა შემდეგ და გავიდა იქ. აი ასე რო ვხსოვთ ახლა მგონი უკვე გასაგებია თვლები ფერით, ფერები თვლებით, როგორ წავიღოთ და გავიტანოთ სადამდეც გვინდა, როგორ შემოვბრუნდეთ და გამოვიტანოთ სადამდეც გვინდა. აი ეს სქემა სამნაირად იქსოვება, კიდე სხვადასხვანაირი შეგიძლია აქ მეორე რიგი მოგხსოვო და შემდეგ გადატეხო ეს და წახვიდე. ერთი სიტყვით არის რამდენიმე ვარიანტი ამის. შეგიძლია აი ასე გააბა ეს და შემდეგ წაიღო იქეთ. ნუ ეს უკვე არჩევანია და გემოვნების და იდეების და ბევრი რამ ერთი სიტყვით ყველა სქემას აქვს ათასნაირი მიმართულება კიდე. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ.